ახალი დღის, ახალი რიტმი. დღის აქტუალური საკითხები საზოგადოებრივი აზრის პრიზმაში. თემატურად მრავალფეროვანი გადაცემები და რუბრიკები. დღის მთავარი სტუმრები და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი თანაწამყვანები. დღის პრობლემური შეკითხვები და კომპეტენტური პასუხები. 12 საათიდან 17 საათამდე. მოიგე დრო, გაიგე მთავარი. ეს არის დღის არხი რადიო იმედზე. ნინი ხუგაშვილთან ერთად. დღემშვიდობისა მოგესალმებით კიდევ ერთხელ დღის არხი გრძელდება ღია ეთერში სტუდიაში მუშაობას განვაგრძობ ნინი ხუგაშვილი. დღეს გასიმის ამ ნაწილში ვისაუბრებთ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის შესახებ, რომელიც წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და დეტალებზე ისაუბრებს ნესტან ბაგაური, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი. მოგესალმებით ქალბატონ ნესტან, მადლობა რომ იღებ გადაცემაში მონაწილეობას. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. 27 ნოემბერი 17 საათი. ამჯერად არა ფიზიკური დასწრება, არამედ ონლაინ რეჟიმში Zoom-ის პლატფორმაზე უნდა მოვნიშნოთ ეს დრო. მოგვიყევით მეტი დეტალი თავად ფესტივალის შესახებ. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი, რომელიც როგორც წესი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ტარდებოდა, წელს გამორჩეული ფორმატითა და მასშტაბით ტარდება. საქმე ის გახლავთ, რომ ის არის დაფინანსებული პროექტით მეცნიერება კაპიტანია და ეს პროექტი არის მეცნიერების პოპულარიზაციის ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის ნაწილი და ევროკავშირმა დააფინანსა ეს პროექტი. ამ შემთხვევაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საზოგადოებას შეახსენებს და ბევრისთვის სიახლე იქნება ეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ ხმალს იქნევდნენ და ვეფხისტყაოსს წერდნენ, არამედ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ძალიან ბევრს ფიქრობდნენ და ძალიან ცნობილი ადამიანები ყავს. როდესაც თქვენ ახსენეთ დღეს 5 საათი, ანუ 27 ნოემბერი 5 საათი. დღეს პანელური დისკუსიის ფარგლებში ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ ვახუშტი ბაგრატიონს, რომელსაც იცნობთ ჩვენი საზოგადოება, მაგრამ ცოტა რამ თუ იციან ხელნაწერის შესახებ, რომელიც ვახუშტის ხელით არის შექმნილი და არის მსოფლიოს გეოგრაფია. აქ არის 27 საუცხოო რუკა მისი ხელით შექმნილი კარტოგრაფიული აზროვნების კლასიკური ნიმუში მე-18 საუკუნის შუა ხანებისა და დაწყებული ნახევარსფეროებით 27 რუკაში გადმოცემული არის. არა მხოლოდ რუკები, აქ ტექსტებიც არის, მაგრამ რუკები ძალიან თვალსაჩინოა. ამერიკის ორივე კონტინენტი, აზიის წვრილი პატარა ქვეყნებიც კი, კორეა, ჩინეთი, ევროპის ყველა წამყვანი ქვეყანა საკუთარი ხელით მოხაზული იმდროინდელი ევროპული კარტოგრაფიული აზროვნების საუცხოო მაგალითია. ამ თემას დღეს გავშლით ჩვენ გეოგრაფიის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის, ასევე ბატონი ლაშა ბაქრაძის, რომელიც ისტორიკოსია და პარალელურად ის არის არაჩვეულებრივი მცოდნე ევროპული კარტოგრაფიისა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან ხელნაწერ მემკვიდრეობაში როგორ გვაქვს ეს კარტოგრაფიული ნიმუშები, მეწარმეების საზოგადოების წინაშე ნესტან ბაგაური და ძალიან საინტერესო, რომ ჩვენ დღეს პირველად ჩაგვერთვება ევროპაში, კონკრეტულად ბელგიაში მოღვაწე ქართველი კარტოგრაფი ქალბატონი მანანა ქურთუბაძე და იქიდან შეაფასებს როგორც მე-18 საუკუნის კარტოგრაფიულ ცოდნას, ასევე იმას თუ დღეს როგორ იციან ევროპაში ვახუშტის შესახებ. არ შემიძლია არ აღვნიშნო 28-ში და 29-ში დაგეგმილი მეორე მიმართულება ფესტივალისა, ეს გახლავთ ამბავი ქიმიის ქმნისა, როდესაც ჩვენ საზოგადოებას წარუდგენთ ვახტანგ მეექვსეს, როგორც ქიმიკოს და ქიმიის სახელმძღვანელოს ავტორს და ასევე წარუდგენთ ანტონ პირველს, როგორც ფიზიკის სახელმძღვანელოების პირველ მთარგმნელს, ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე მოღწეულისას, რომელიც სხვა შორის წელს 300 წლის იუბილეს მოვხაზავთ მისი დაბადებიდან. ძალიან საინტერესო, რომ ამ მიმართულებით და ზოგადად ჩვენ ამ სამივე შეხვედრის და ზოგადად ორი თემის წარდგინებაში გარდა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ორგანიზატორის განათლების სამინისტროს და რუსთაველის ფონდისა ჩვენ პარტნიორობას გვიწევს საერთაშორისო ფონდი დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის და სწორედ მათი მხარდაჭერით გარდა სხვა შეხვედრებისა ჩვენ უშუალოდ 29-ში საღამოს 8:30-ზე
დიასპორებში ქართულ ემიგრაციაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, პედაგოგებს და მშობლებს გავაცნობთ ამ ქიმიის ელემენტებს, რომლებიც მოდის ჩვენთან მე-18 საუკუნიდან და ასევე ჩვენი პარტნიორი გახლავთ სახალხო მეცნიერების მუზეუმი ექსპერიმენტორიუმი. ხვალ ჩვენ შევხვდებით კომაროვის სკოლის მოსწავლეებს და ასევე ქიმიითა და ფიზიკით დაინტერესებულ, არითმეტიკით დაინტერესებულ გამორჩეულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ხოლო ზედ როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვუმასპინძლებთ ემიგრანტებს. კაპიტანესთან უღრმესი მადლობა საუბრისთვის, თუმცა ვიდრე დავასრულებთ, არ შემიძლია არ გითხოთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ისაუბრეთ საკითხზე, ნაშრომების ისტორიული მნიშვნელობის შესახებ მივაწოდოთ ჩვენს მსმენელს ინფორმაცია იმ ნაწილს, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლებს ამ შეხვედრაში მონაწილეობას და აქვე მინდა გკითხოთ, როგორ არის შესაძლებელი შეხვედრაზე დასწრება, სად უნდა მოვიძიოთ ამის შესახებ ინფორმაცია. ამ მიმართულების ხელნაწერები ვიწრო პროფესიული ტვეებისთვის არის ცნობილი, მაგრამ ერთი მხრივ მათი საფუძვლიანი კვლევა მომავლის საქმე და მეორე მხრივ ფართო საზოგადოებამ ეს არ იცის და ეს მარგალიტები ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. რაც შეეხება შეხვედრაზე დასწრებას, დღევანდელ შეხვედრაზე დასწრებას უკვე გამოქვეყნებული არის ელექტრონული მისამართი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Facebook გვერდზე, სადაც უნდა მოგწეროთ დღეს 4 საათამდე საკონტაქტო იმეილი და სურველი მიიღებთ Zoom-ის ლინკს. ასევე დღეს გამოქვეყნდება ხვალინდელი შეხვედრის შესახებ იგივე მონაცემები. მაგრამ მათთვის, ვინც ონლაინ რეჟიმში, ანუ ლაივში ვერ შეძლებს დასწრებას, ორი საინტერესო სიახლე გვაქვს. სამინისტროს და კულტურის დეპარტამენტის მხარდაჭერით შეიქმნება 2 ფილმი, 40 წუთიანი ვიდეო ლექცია, ორივე მიმართულებით და გარდა ამისა, ეს ვიდეო შეხვედრებიც პანელური დისკუსიას და ორივე შეხვედრას შემდგომ დამონტაჟდება და ფესტივალის YouTube არხზე აიტვირთება სამომავლოდ, ვისაც ექნება ამისი სურვილი და დაინტერესებული საზოგადოება გაეცნობა. შეზღუდვების არსებობის პირობებში ონლაინ პლატფორმებზე გადაინაცვლა ყველა ფესტივალმა. რა ტიპის გამოწვევაა ეს თქვენთვის კაპიტანესთან და რამდენად არის შესაძლებელი გაართვა თავი ამ სირთულეებს მიუხედავად შექმნილი რეალობისა? ეს ძალიან კარგი კითხვაა, დიდი მადლობა ამისათვის. ჩვენ გაზაფხულიდან დავდეთქით ამ გამოწვევის წინაშე, მაგრამ ეს გამოწვევა კონკრეტულად ჩვენთვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო მიმართულებისთვის მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი პლატფორმა და ახალი ფანჯარა და ახალი შესაძლებლობები აღმოჩნდა. კონკრეტულად უკვე აპრილიდან ჩვენ დავიწყეთ სწორედ ფონდთან დიასპორების ალიანსის საქართველოსთვის, მათთან ერთად საერთაშორისო ონლაინ სკოლის პლატფორმაზე გაკვეთილების საზღვრებს გარეშე კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილები. შემდეგ ამას მოყვა არაერთი ონლაინ ექსკურსია და ონლაინ კონკურსი და მინდა გითხრათ, იმ მაგალითისათვის ექსპოზიციაზე მოსულ დამთვალიერებელს საგანმანათლებლო დარბაზში შეუძლია იხილოს მხოლოდ 2 გადაშლილი გვერდი ხელნაწერიდან. ხოლო ონლაინ ექსკურსიების საშუალებას იძლევა თითოეული ფურცელი ზუსტად დეტალურად წყალებში გადაფურცლო აუდიტორიასთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ონლაინ ექსკურსიები, რომელიც უკვე პერმანენტული გახდა, 2 საათზე მეტ ხანს გრძელდება დისკუსია, იმდენად აქტიურია ხოლმე 2 საათი, 3 საათის განმავლობაში გრძელდება ჩვენი შეხვედრები და მე ვფიქრობ, ადრე ალბათ ვერ ვიოცნებობით, რომ მაგალითად კანადაში ან დუბლინში იქნებოდა ახალგაზრდები, ჩვენ მათთან გვექნებოდა ინტერაქცია. გარდა ამისა, ერთი საინტერესო მონაპოვარი, რასაც ემოციის გარეშე მე ვერ ვამბობ და ვერ ვფიქრობ, ისტორიკოსი გახლავართ, სულ ფიქრობ სკოლიდან მოყოლებული აფხაზეთზე, მოგეხსენებათ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მქონდა ბედნიერება, რომ შევხებოდი უშუალოდ ამ ხელნაწერებს, მაგრამ ისაც მე პირადად განვიცადე, როდესაც ოტობაიადან ოკუპირებული ხელოვნური ბარიერის მიღმა ყოფი ახალგაზრდების ხმა, იქიდან გამოწვდილი ხელი დავინახე, ამას როგორც ჩანს ვერცერთ სახელმწიფოში და ხელნაწერშიც კი ვერ ამოიკითხა, ანუ ჩვენთვის
შესაძლებელი გახდა ეს ხელოვნური ბარიერები, რაც ოკუპაციის შედეგად გვაქვს, ესეც კი გაგვერგვია და ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოგვერთებოდნენ ეს დიდ ოჯახად ჩვენ ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები, მათი მასწავლებლები და მათი მშობლები. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. გისრო წარმატებები ჩვენს მსმენელს შევახსენოთ, რომ ღია ეთერში გვერდდებოდა თემაზე მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის პანელური დისკუსიის ფარგლებში, რომელიც დღეს 17 საათზე ონლაინ რეჟიმში გაიმართება და აღნიშნული დისკუსია ეძღვნება ვახუშტი ბაგრატიონის მსოფლიო გეოგრაფიას. თემაზე საუბრობდა ნესტან ბაგაური, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი. გაცემის ეს ნაწილი ამ დროისთვის დამთავრებულია. დღის მთავარ ამბებს დაელოდეთ საინფორმაციო გამოშვებაში. გიხდით მადლობას ყურადღებისთვის. ეს არის დღის არხი რადიო იმედზე. ნინი ხუგაშვილთან ერთად.